იმის ნაცვლად რომ თქვათ კარგი წიგნი, შეგვიძლია ვთქვათ საინტერესო წიგნი. იმის ნაცვლად რომ ვთქვათ კარგი ადამიანი, შეგვიძლია ვთქვათ სასიამოვნო ადამიანი. იმის ნაცვლად რომ ვთქვათ კარგი ფილმი, შეგვიძლია ვთქვათ საოცარი ფილმი, ხო ასეა? კარგს არ ვიყენებთ ყველაფერზე ქართულში. ზუსტად ასევე ინგლისურშიც good შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცასთან გამოვიყენოთ, რომ კარგი ფილმია, კარგი წიგნია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მით უმეტეს, როდესაც გვინდა ენის სწავლის ახალ დონეზე ავიდეთ და ჩვენი ინგლისური გავიუმჯობესოთ. ზუსტად ამიტომ დღეს გასწავლით 5 ალტერნატიულ სიტყვას, რომელიც შეგიძლია გამოიყენოთ კარგის ნაცვლად. Great, შესანიშნავი. That's a great idea. ეს არის შესანიშნავი იდეა. Nice, სასიამოვნო, საყვარელი. She's a really nice person. ის მართლა კარგი ადამიანია, მართლა სასიამოვნო ადამიანია. Amazing, საოცარი. The movie was amazing. ფილმი საოცარი იყო. Fun, სახალისო. Party was fun. წვეულება სახალისო იყო. Helpful, სასარგებლო. This lesson is helpful. ეს გაკვეთილი სასარგებლოა. თუ ასე ფიქრობ, გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელ სიტყვას იყენებთ ხოლმე კარგის ნაცვლად.